აგრძელებთ ლიდერბეთის ოთახში ჩვენი გათამაშებას, მაგრამ ხედავთ მეგობრებო, რომ ვანიკო არ არის ახლა ჩვენთან ერთად. სასწაული მოხდა პირველად ჩვენი თამაშის ისტორიაში. გოგონები კი იღიმიან ესე მასტურად, მაგრამ ვანიკომ პირველად განიცადა ასე დამარცხება. ნუ კაცხოვილებიდან გამაიყოლეთ, ეხლა კითხულობთ როგორ არის? ხო, აი ვარიანტია, პურპოთაა. მოკლედ, არ ვიცი რა მოუვიდა, რა დაემართა, ისე განიცადა დამარცხება, ძალიან ცუდად არის. ნუ არ ვიცი, არა და სულ ვაგებდით. ხო, მაგრამ იცი რა არის, მე ეგეთი ეჭვი მაქვს, რომ ჯერ ეს ერთი როდის მოგიგიათ, რომ ესე განიცადა. ხო და არ ვიცი რა ჩემი აზრით მეორე ვარიანტიც მაქვს, მე ვიცნობ მაგას და მას იმდენად შიში ქონდა, რომ ჩვენ შეიძლება მოგვეგო. ვერ დაუშვე. მან უმცირესობაში დაგვტოვა გოგოებთან, რომ გარანტირებულად უწოდესო წავაგოთ. არა, მე პირდაპირ აი არ გითხრა პროდიუსერმა რა ხდება. არა, მე კი მითხრა, მაგრამ მე ანუ რას მეუნები, რომ რაც პროდიუსერმა თქვა და როგორც თვითონ მოიქცა, ეგრე არის, რომ წაგება ესე განიცადა? კი, მე მაგ ადამიანთან ერთად აღარ დავტყვი. მოიცი, მომისმინე, თიწამი ადამიანი არის თავის პირად საშხაპეში შესული ჩვენ სტუდიაში, ცივი შხაპის ქვეშ ქვითინებს. ქვითინებს ჩაცუცკული ზედ გარედან პროდიუსერების გუნდი ახვევია და ეუბნებიან ვანიკო არაუშავს, კიდევ იქნება ჩაწერა, კიდევ გაიმარჯვებთ, მაგრამ არ ვიცით რა. მაგრამ გოგოებთან რო წააგო. ამიტომ მოკლედ ესე არ შეიძლება. ილო, ჩვენ უნდა შევასრულოთ ეს მისია. გოგოებო, შემდეგი თამაში გვაქვს ძალიან საინტერესო, ლამაზი და მშვენიერი. აი აქ გვაქვს ეს თეთრი ფირფიტები, სადაც აწერია სამი ქართული სიტყვა, როგორც მე ვიცი. სამი ქართული სიტყვა. გვაქვს შამპანური. ილო, თუ შეიძლება ვიდრე მე ახსნით თქვენ ესე უფრო გთხოვთ შამპანური გახსნათ. მოკლედ, ჩვენი მისია რაში არის? მას შემდეგ რაც ილო უსაფრთხოდ გული. ჯერ არ გამიხსნით. ხო, მაგრამ გორ გამიხსნი, ამიტომ გერიდები. უსაფრთხოდ გახსნის შამპანურს. ჩვენ ავიღებთ ჩვენს სასმისებს, რა თქმა უნდა, შევსებულ შამპანურით და შემდეგ გვექნება კონკრეტული მისია. ჩვენ უნდა ვთქვათ, სამგეგრძელოთ და მივულოცოთ ახალი წელი ჩვენს მაყურებელს, მაგრამ ამ სიტყვების გამოყენებით, ხო, რაც წერია. ეს უნდა იყოს სამგეგრძელო და ეს სამგეგრძელო უნდა შეიცავდეს აი ამ სამ სიტყვას. ანუ ამ სიტყვების გამოყენებით. გავხსნა? ახლა შეგიძლია. მზად ხარ? მზად ვარ. იცი რას მივხვდი, რომ აი ამ დროს ძალიან დიდ ძალაუფლებას გზნობ, რომ და შენ ხსნი. თვალები ყდება აი რამ შეგაჩინეთ ერთი წამი. და ერთი წამი გახსნა, მოიცა გითხავ რაღაც, ისევ შენ გახსნი რა და შენ წარმოედგინე რაზეც გზნობ, როდესაც ხმლით ხსნი. აბა. ეგ ცოტა რას გავს, იცი აი რო იღებ და გაშეშებული რო არიან და რა შეიძლება არ იღებ? გადაიღო ცეკუნდი. ბიდი. ბიდი. ой. გილოცავთ მეგობრებო, დავსვი გოგონებს. მოკლედ მეგობრებო, შეგვიძლია შევუდგეთ თამაშს, შამპანური გვაქვს. სადღეგრძელოები ვიცით, ახლა ჩვენ გვაქვს მისია. მოკლედ, მოდი მე ვიწყებ, ნებისმიერმა თათია დამეხმარე შენ. მე დავი, ვანიკო, ამ მისიას ყოველთვის ვანიკო კისრულობს ხოლმე, ის არის პირველი და ის არის ჩვენი გზის ყველა. რახანის აქ არ არის, ამას მე ვიკისრებ. კარგი. აჩვენე მაყურებელს და მეც მაჩვენეთ ეგ სამი სიტყვა. ჯერ მაყურებელს ეგრე არ შეგქონა. დიახ, რა ხდება? მაჩვენეთ, მითხარით. აი. ეხლა დავიწყოთ. ღიპი, ფუტკარი, თუნგი. ღიპი, ფუტკარი, თუნგი. ჩემო ძვირფასებო, მინდა ახალი წელი მოგილოცოთ, მინდა დაგლოცოთ, მინდა გავაცილოთ ძველი ღიპის წელი, რომელმაც განსაკუთრებული დიდად არაფერი მოგვიტანა, მაგრამ მაინც მადლობა იმისთვის, რომ ასე მშვიდად და წყნარად გაიარა და რაც მთავარია, დიდი სიხარულით, მოლოდინებით შევხვდეთ და შევეგებოთ ახალ თუნგის წელს, რომელიც არწმუნებული ვარ, რომ ძალიან ბევრი წარმატების მომტანი იქნება და ხო, ნუ ფუტკარს საერთოდ წელს არავითარი მნიშვნელობა არ აქვს, შეგვიძლია არც კი იფიქროთ, თაფლზე იმდენად კარგი ტკბილი და ხვავი და ბარაკი სავსე წელი იქნება თუნგის წელი, ასე რომ გილოცავთ. შემდეგი არის ტაილანდური კალენდრი თუ წევს თუნგის წელი. მოდი შემდეგი იყოს, მოდი მე მომეცით და შემდეგი იყოს თათია. მე ვარ შემდეგი. მზად ხარ თათია სადღეგრძელოების იყო? მზად ვარ. ამბობ ხოლმე არა, არასდროს. აბა მაშინ შენი სიტყვები არის ბარბაროსი, სექსმუშაკი, შიჩილაკი. დაიწყე. ბარბაროს მოიცა დავფიქრდე. კი, უნდა დავფიქრდე. ბარბაროსი, სექსმუშაკი და ჩიჩილაკი. მეგობრებო, იქეთ რომელიც მეგობრებო, მე მინდა ამ ჭიქით ყველა სექსმუშაკი დავლოცო.
რა თქმა უნდა, საახალწლო სიმბოლურია და ყველაფერს ალბათ. არა, ამ დროს სექსმუშაკი ხოდა და მადლობა. ყველა სექსმუშაკი დაულოცო ბედნიერება, სიხარული და მათ ოჯახებში ყოფილიყოს უამრავი ჩიჩილაკი, უამრავი ბედნიერება, ხალისი დამეხმარეთ ცოტა. და რა უნდა, ბარბაროსული ბედნიერება. ბედნიერება. ასე რომ სექსმუშაკების წელი ყოფილიყო. მადლობა. არა, ეხლა გულოცავ. შენ პირველი ხარ მე დაგლოცა. ილო გაიგენაცვალ. გაბოდი ერთი რომ კაი, შემდეგი. ერთი სადგეგრძელო, შემდეგი სადგეგრძელო შენზეა. ზალიკოს სტილში ხო არ თქვა ეხლა. როგორც გინდა. ჭოპოხტი, კოკროჭინა, გაზულუქებული. ჭოპორტი, კოკროჭინა და გაზულუქებული. დავიდა. რო დავიერეს ჭოპორტივით კაცები, ჭოპორტის პამიდორებით რო აგდეთ, წითლები ცოტა მოუშვით, წვერი უფრო მამაკაცურები ყავით. რა არის, ვერ გავიგეს კოკროჭინა კაცები არ შემილება. ნამდვილი ბარბაროსი კაცები თათიას რო უყარს ეგეთი. სექსმუშაკეთა რო დადიან. ხო, მოკლედ მე არ ვიცი რა, სანამ ესეთი გაზულუქებულები ვიქნებით ქართველები, არაფერი არ მეშველება. არასოდეს. ამაგარი სადგეგრძელო გილოცა, მე ყოლე. გენაცვალე. როგორც არის? ლამაზად მეთო. ხო ვერ დავლია, მიდი ჩემს ამოიღე. აბა დავლიოთ. დინა, ვისი ჯერია ახლა? თამარის იყოს ეს. დად კაცო. ეს არის ბელტი. ბელტი, ქვესკნელი, კამასუტრა, მიდით. ყველას მოგესალმებით, ყველა ბელტივით ადამიანს. მინდა გისურვოთ დამანახე? მინდა გისურვოთ, იცი როგორი ახალი წელი და იცი როგორი 2022? აი, ქვესკნელში რო ჩახვალთ და კამასუტრას ხელიდან არ გააგდებთ. ხელიდან არ გააგდებთ კი არა და. ხო, ნუ გაითავისებთ. ხელიდან არ გააგდებთ რა გულისხმება, მაგასაც მიხდები. აი, აბა მე. აბა, ციაკო. აბა. კამასუტრასავით ახალი წელი ჩავატარე. ქვესკნელში თან. ციაკო. ფუნთუშა, ბეჩავი და ეშვი. ეშვი. ფუნთუშა, ბეჩავი, ეშვი. საახალწლო სადგეგრძელოში. მართალია 2021 წელს ფუნთუშებივით გოგოები ვიყავით. მაგრამ 2022-ში ბეჩავს ვერავინ დაგვინახავს ჩვენ. პირდაპირ ეშვებით, პირდაპირ კლანჭებით მოვიდეთ. აბა რა. 2022 წელს. აი ესე. დაიმოხსო. ყოფილი ფუნთუშელები. აბა